ეს ისტორია დაუჯერებლად მოგეჩვენებათ თუ კი არ იცით, რამდენად დიდია უბრალო ამერიკელებში პოლიციის ადმინდობა. ყოველწლიურად ამერიკაში ბოროტმოქმედები ათასობით დანაშაულს ჩადიან იმით, რომ თავს პოლიციელებად ასაღებენ. თუმცა უთვალავ ძარცვას, თაღლითობას თუ ხულიგნობას შორის სექსუალური ხასიათის დანაშაული ქალაქ მაუნთ ვაშინგტონში, რომელიც ტელეფონით ჩაიდინეს თავისი აბსურდულობით უბრალოდ გამაოგნებელია. 2004 წელს პატარა ამერიკული ქალაქი მაუნთ ვაშინგტონი, კენტუკის შტატში, შეძრა თავისი უაზრობით გამაოგნებელმა დანაშაულმა. ადგილობრივი მაკდონალდსის 18 წლის თანამშრომელ გოგონას რესტორნის დამხმარეს სათავსოში რამდენიმე საათის განმავლობაში ამცირებდნენ და სექსუალურად ზალადობდნენ და ეს ყველაფერი პოლიციის ოფიცრის ტელეფონით გაცემული განკარგულებების შესაბამისად ხდებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს შემთხვევა ერთადერთი არ იყო. 10 წლის განმავლობაში ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში თვითმარქვია პოლიციელის ქმედებით 70-მდე გოგონა დაზარალდა. ოფიციანტები, მენეჯერები, მოლარეები, გამყიდველები. საბედნიეროდ მაუნთ ვაშინგტონში მომხდარი დანაშაული ამ ჯაჭვში ბოლო აღმოჩნდა და დამნაშავემ სასჯელი მიიღო. 2004 წლის 9 აპრილს 18 წლის ლუის ოგბორნი, მაუნთ ვაშინგტონის მაკდონალდსის თანამშრომელი, პარასკევის დამატებით სვლაში გავიდა სამუშაოდ. გოგონას ფული სჭირდებოდა და როცა საშუალება ეძლეოდა, დამატებით რამე გამოემუშავებინა, ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა ხოლმე. საღამოს 5 საათისთვის ლუისი რესტორნის მენეჯერმა დონა სამერსმა გამოიძახა. როდესაც გოგონა სათავსოში შევიდა, დაინახა, რომ სამერსი ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, თანამოსაუბრე უცნობი მამაკაცი იყო, რომელიც მენეჯერს ოფიცერ სკოტად გაეცნო. კაცი მენეჯერს ეუბნებოდა, რომ რესტორნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფული მოიპარა და რომ ეჭვმიტანილი, თეთრკანიანი და გრძელთმიანი ახალგაზრდა ქალი იყო. ლუის ოგბორნი ამ აღწერილობაში ჯდებოდა. საუბრისას მამაკაცმა ვითომ სხვათა შორის აღნიშნა, რომ რესტორნის უფროსი მენეჯერის საქმის კურსში იყო და პოლიციას ნებას რთავდა ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება ჩაეტარებინა. უცნობმა მენეჯერ ქალს ასევე უთხრა, რომ პოლიციის მოთხოვნების შეუსრულებლობა პირადად მის სამსახურიდან გაგდებას და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევდა. ამის მერე ოფიცერმა მენეჯერს ორი ვარიანტი შესთავაზა. სამერსი თავად გაჩხრეკდა თანამშრომელ გოგონას, ან პოლიციის მისვლამდე დააკავებდა. მენეჯერმა ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნებოდა პრობლემა თავად გადაეჭრა და რესტორნში პოლიციელების მისვლა თავიდან აერიდებინა. მით უმეტეს, როგორც მოგვიანებით ქალმა ჩვენებაში თქვა, ის დარწმუნებული იყო, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ჩხრეკა ლუისის უდანაშაულობის დადასტურებას გამოიწვევდა. დონა სამერსმა ლუის თხოვა მაგიდაზე დაედო ყველაფერი, რაც ჯიბეებში ჰქონდა. გოგონამ მანქანის გასაღები და ტელეფონი ამოიღო, მეტი მას არაფერი ჰქონია. პოლიციის ოფიცერი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში სატელეფონო კავშირზე იყო, ზედაპირული დათვალიერების შედეგით უკმაყოფილო დარჩა და მოითხოვა, რომ გოგონას ტანსაცმელი გაეხადა. მენეჯერმა ფიქტიური პოლიციელის ეს მოთხოვნა შეშინებულ გოგონას გადასცა. ბრძანების შესაბამისად ლუისი მთლიანად გაშიშვლდა და მხოლოდ სამუშაო წინსაფრის ამარა დარჩა, რომელიც ოფიცერმა სკოტმა რატომღაც უბრძანა, რომ არ მოეხსნა. მისივე ბრძანებით დონა სამერსმა ლუისის ტანსაცმელი ნაგვის დიდ ცელოფანში ჩადო. ამ დროს მენეჯერს გარედან ერთ-ერთმა თანამშრომელმა რაღაც საკითხის მოსაგვარებლად დაუძახა. პოლიციელმა სამერს მოსთხოვა, რომ ლუისი მარტო ერთი წუთითაც არ დაეტოვებინა და ვინმესთვის დაეძახა, ვინც მის არყოფნაში გოგონას თვალს არ მოაშორებდა. ასეთი ადამიანი რესტორნის 27 წლის თანამშრომელი მამაკაცი ჯეისონ ბრედლი აღმოჩნდა. სამერსმა ბრედლის ტელეფონი გადასცა და თავად სათავსოდან გავიდა. უცნობმა მამაკაცმა ახლა ბრედლის აუხსნა, რომ პოლიციის ოფიცერი იყო და მოსთხოვა, რომ მას ლუისისთვის წინსაფარი მოეხსნა. ბრედლიმ უარი თქვა, რის მერეც მოსაუბრე მას დაემუქრა, რომ კანონის მთელი სიმკაცრით აგებინებდა პასუხს. ამ დროს ოთახში დონა სამერსი დაბრუნდა და ასე ვთქვათ, პოსტი ისევ გადაიბარა. უცნობმა სამერსთან დაიჩივლა, რომ ამერიკაში ფაქტობრივად აღარ დარჩნენ შეგნებული მოქალაქეები და ქალს კითხა, ყავდა თუ არა ქმარი და ენდობოდა თუ არა მას. დონა სამერს 43 წლის მეგობარი მამაკაცი ყავდა, უოლტერ ნიქსი, რომელთანაც დიდი ხანი ცხოვრობდა. ოფიცერმა სკოტმა ქალს თხოვა მეგობარის სასწრაფოდ გამოეძახებინა, რომ ის ლუისის დარაჯობაში დახმარებოდა. უოლტერ ნიქსი რესტორანში მივიდა და მომდევნო 2 საათის განმავლობაში უკვე ის ასრულებდა უცნობის განკარგულებებს.
მოგვიანებით ჩვენების მიცემისას ლუის ოგბორნა აღიარა, რომ იმდენად იყო შეშინებული და იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ნოქს განკარგულებას მართლა პოლიციის ოფიცერი აძლევდა, რომ წინააღმდეგობის გაწევა, ყვირილი გაქცევა აზრად არ მოსულია. უოლტერ ნიქსმა ლუის პირველ რიგში წინსაფარი მოხსნა და 18 წლის გოგო სრულიად შიშველი დარჩა. ამის მერე კაცმა ის აიძულა დახრილიყო, რომ შეემოწმებინა სადმე ხომ არ მალავდა მოპარულ ფულს. შემდეგ მოსთხოვა, რომ გოგონა სკამზე დამდგარიყო და ეხტუნავა, იმ იმედით, რომ ფული ჩამოცვირდებოდა. ამის მერე ოფიცერმა ლუის მოსთხოვა, რომ ნიქსისთვის ტუჩებში ეკოცნა. გოგონა შოკში იყო, მაგრამ ეს მოთხოვნა არ შეასრულა და თან ამ დროსაც ვერ მიხვდა პოლიციის ოფიცერის სინამდვილეში სულაც რომ არ იყო პოლიციელი. უარის გამო გაბრაზებულმა მოსაუბრემ ახლა ნიქსს მოსთხოვა გოგონა ეცემა. ეს ბრძანება კაცმა შეასრულა. დაახლოებით 2 საათიანი დამცირების და ძალადობის შემდეგ უოლტერ ნიქსის იდიოტ ტვინამდე როგორღაც დავიდა, რომ აქ რაღაც ისე არ იყო და ოფიცერს სთხოვა ვალდებულებების შესრულებისგან გაეთავისუფლებინა. ოფიცერი სკოტი დათანხმდა, მან ნიქსს უბრძანა ისევ დონა სამერსისთვის დაეძახებინა და როცა ქალი ტელეფონთან მივიდა, უცნობმა უბრძანა, ახლა ვინმე სხვა თანამშრომლისთვის დაეძახებინა, რომელიც ლუისის დარაჯობას და ჩხრეკას გააგრძელებდა. ქალმა გოგონას სადარაჯოდ რესტორნის თანამშრომელი ტომას სიმსი შეაგზავნა. სიმსი როგორც ჩანს, სხვებზე მოაზროვნე იყო და ტელეფონით მოსაუბრე ოფიცრის მოთხოვნებს სკეპტიკურად შეხვდა და შესრულება იუარა. ამასობაში დონა სამერსიც მიხვდა, რომ საზარელი დანაშაულის თანამონაწილედ აქციეს. ისტერიკა დაემართა და გააკეთა ის, რაც თავიდანვე უნდა ექნა. რესტორნის მთავარი მენეჯერის საქმის კურსში ჩააყენა, რომელმაც თავის მხრივ ნამდვილი პოლიცია გამოიძახა. ლუის ოგბორნი გაათავისუფლეს. დაიწყო გამოძიება. მტკიცებულებების ნაკლებობა არ ყოფილა. მთელი 3 საათის განმავლობაში, რაც გოგონას წამება და დამცირება გრძელდებოდა, სათავსოში სათვალთვალო კამერა მუშაობდა და აბსოლუტურად ყველაფერი დოკუმენტურად დაფიქსირებული აღმოჩნდა. როცა ეს საზარელი ვიდეო დონა სამერს აჩვენეს, მან თავის ბოიფრენდთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. საქმის გამოძიება ოფიცერ ბადი სტამპს დაევალა, რომელიც ლუის ოგბორნის ოჯახს ადრეც იცნობდა. სტამპმა მალე გაარკვია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა შტატებში 70-მდე ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მათ ნაწილს სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ოფიცერ სკოტს, როგორც წესი, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები ხვდებოდნენ ტელეფონზე და აბსურდული მოთხოვნების შესრულებაზე უარს ეუბნებოდნენ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როგორიც მაუნთ ვაშინგტონში მოხდა, თუმცა იქამდე არსად სატელეფონო ხულიგნობა მძიმე სექსუალური ძალადობით არ დასრულებულა. ალბათ სწორედ ამიტომაც პოლიცია სატელეფონო გაუკუღმართებულობას უბრალოდ სატელეფონო ხულიგნობად მიიჩნევდა და სერიოზულ გამოძიებას არ აწარმოებდა. ამ ბოლო შემთხვევაში კი ყველაფერი სულ სხვანაირად წარიმართა. სატელეფონო კომპანიაში გამომძიებელს უთხრეს, რომ სატელეფონო ზარი, რომელიც 3 საათი გრძელდებოდა, ფლორიდის ქალაქ პანამა-სიტიდან განხორციელდა. ბოროტმოქმედი ვოლმარტის სუპერმარკეტის ავტოსადგომის სიახლოვეს ტელეფონ ავტომატიდან რეკავდა. 3 საათიანი ხანგრძლივობის ზარის საფასური AT&T-ის ბარათით იქნა გადახდილი. სად იქნა შეძენილი ბარათი, ამის დადგენა რთული არ ყოფილა. სალონში, სადაც კლიენტმა ბარათი იყიდა, ვიდეო თვალთვალის კამერაც იყო დამონტაჟებული და მამაკაცის სახელს გარკვევით ჩანდა. დანარჩენი, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმე იყო. 24 საათზე ნაკლებ დროში პოლიციამ სატელეფონო მანიაკზე ყველაფერი იცოდა. ბოროტმოქმედი 38 წლის დევიდ სტიუარტი აღმოჩნდა, რომელიც ციხეში ბადრაგად მუშაობდა. მამაკაცის სანიმუშო მეოჯახე იყო და ცოლთან ერთად 5 შვილს ზრდიდა. სახლის ჩხრეკისას დეტექტივებმა პოლიციის ფორმასთან მიმსგავსებული ტანსაცმლის რამდენიმე კომპლექტი, პოლიციელის ნიშანი, ხელბორკილები და იარაღი აღმოაჩინეს. სახლის სავსე იყო დეტექტიური რომანებით და საპოლიციო თემატიკის პლაკატებით. აშკარა იყო, რომ მამაკაცი პოლიციის დიდი თაყვანისმცემელი იყო. ასევე გაირკვა, რომ დევიდი რამდენჯერმე შეეცადა პოლიციაში მუშაობის დაწყებას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით მას უარს ეუბნებოდნენ. ამიტომაც წავიდა სამუშაოდ ბადრაგად, რა კი ეს პროფესია მისი აზრით ყველაზე ახლოს იდგა პოლიციასთან. სამსახურში დევიდს დადებით დისციპლინის მოყვარულ თანამშრომლად ახასიათებდნენ. ცოლმა კი გადაჭრით უარი თქვა დაეჯერებინა ის, რაშიც მის ქმარს ადანაშაულებდნენ. დევიდ სტიუარტი ფსიქოლოგებს გადასცეს, აღმოჩნდა, რომ ის სრულიად შერაცხადი იყო, თუმცა იშვიათი სექსუალური გადახრა ჰქონდა. ვირტუალური ვუაიერიზმი.
ასეთი ადამიანები სექსუალური ძალადობით ეხზნებიან, ოღონდ სჭირდებათ, რომ მათი ფანტაზიები ვიღაც სხვამ განახორციელოს. სატელეფონო მანიაკს ციხეში დიდი დრო არ გაუტარებია. 2 წლის მერე ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაამართლა კიდეც. დონა სამერსს ადამიანისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთისთვის 1 წლიანი და ისიც პირობითი პატიმრობა მიესაჯა. და რა გონიათ, დონა სამერსმა ამ ისტორიით ფულის შოვნა გადაწყვიტა და მაკდონალდს უჩივლა, რომ კომპანიამ მსგავსი შემთხვევის პრევენციისთვის მენეჯერების სათანადოდ არ მოამზადა. ქალის არც თუ ლოგიკური ქცევის ანალიზისას ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რამდენად სასტიკი და დაუნდობელი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც სხვის ავტორიტეტს ემორჩილება. ძალადობის მსხვერპლ ლუის ოგბორნს კი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გავლა მოუხდა. მან დამსაქმებელსაც უჩივლა და $6 მილიონი კომპენსაცია მიიღო. ამ რბილად რომ თქვათ უცნაური ამბის საფუძველზე 2012 წელს ჰოლივუდში ფილმიც გადაიღეს ექსპერიმენტი მორჩილება. მთელ ამ ისტორიაში სრულიად გამოუგნებელია, რომ ოფიცერ სკოტთან რამდენიმე საათიანი კონტაქტისას არავის მოსული აზრად, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო.